BBC-ს გენერალურმა დირექტორმა ტიმ დეივიმ და ახალი ამბების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს. მანამდე გამოცემა ტელეგრაფმა გავრცელა ინფორმაცია BBC-ს გადაცემის პანორამის შესახებ, სადაც გავიდა დონალდ ტრამპთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი. ამ ფილმში კი დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლა დაამონტაჟეს ისე, რომ თითქოს დონალდ ტრამპი იყო უშუალოდ მთავარი წამქეზებელი იმ არეულობების, რომელიც კაპიტოლიუმში 2021 წელს მოხდა. 2021 წლის დიდხნიან სიტყვის გამოსვლაში დონალდ ტრამპი ამბობს: ჩვენ წავალთ კაპიტოლიუმისკენ და მხარში დავუდგებით ჩვენს მამაც სენატორებსა და კონგრესმენებს. ამბობს ის სინამდვილეში რაც როგორც ილაპარაკა დონალდ ტრამპმა, თუმცა პანორამას ვერსიაში ტრამპის სიტყვა ასე ისმის: ჩვენ წავალთ კაპიტოლიუმისკენ, მე თქვენთან ერთად ვიქნები და ჩვენ ვიბრძოლებთ მთელი ძალით. სიტყვით გამოსვლის ეს ორი ნაწილი ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდა. დაახლოებით 50 წუთი აშორებს ამ ორ მონაკვეთს, თუმცა მონტაჟის დროს იქნება შთაბეჭდილება, რომ ის ერთდროულად თქვა და როდესაც ის მან ახსენა ბრძოლა მთელი ძალით, ის ამ მომენტში, ამ მონაკვეთში საუბრობდა ამერიკაში, რომ არჩევნები იყო კორუმპირებული, ამ თემას შეეხებოდა სიტყვა ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა მთელი ძალით. დამონტაჟებული ვიდეო ჩანაწერი, ეს ნახსენები არის 19 გვერდიან დოსიეში BBC-სთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილი არის კორპორაციის სტანდარტების კომიტეტში, რომელიც მოიპოვა ტელეგრაფმა, ასე ავრცელებენ ისინი ინფორმაციას. აღსანიშნავია ის, რომ როგორც ტელეგრაფი აღნიშნავს, ამავე დოსიეში BBC-ს ადანაშაულებენ არა მხოლოდ ამ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით დამონტაჟებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, არამედ BBC-ს არაბულ სერვისს ადანაშაულებენ ღაზაში მიმდინარე მოვლენების მიკერძოებულად გაშუქებაში და ასევე ტრანსგენდერების საკითხებში ცენზურაში ადანაშაულებენ BBC-ს. ასეთი არის ინფორმაცია, რომელსაც ტელეგრაფი ავრცელებს. კომენტარი გააკეთა ასევე BBC-ს გენერალურმა დირექტორმა ტიმ დეივიმ. BBC იდეალური არ არის, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულები. მიუხედავად იმის, რომ ეს ერთადერთი მიზეზი არ არის მიმდინარე დისკუსიამ, BBC News-ის გარშემო გავლენა იქონია ჩემს გადაწყვეტილებაზე. მთლიანობაში BBC კარგად მუშაობს, მაგრამ დაშვებულია გარკვეული შეცდომები და როგორც გენერალური დირექტორი საბოლოო პასუხისმგებლობას მე ვიღებ, წერს გენერალური დირექტორი წერილში, როგორც ცნობილი არის, სავარაუდოდ ის საჯაროდაც ილაპარაკებს ამის შესახებ. დონალდ ტრამპი ამ გადაწყვეტილებით არის კმაყოფილი. Truth Social-ზე გამოაქვეყნა მან პოსტი ამ თემასთან დაკავშირებით. ის წერს, ყველა გადადგა ან ათავისუფლება, რადგან ისინი გამოიჭირეს იმაში, რომ ჩემი ძალიან კარგი, იდეალური 6 იანვრის გამოსვლა გააყალბეს. ისინი უკიდურესად არასამართლიანი ადამიანები არიან, რომლებმაც სცადეს ჩარევა საპრეზიდენტო არჩევნებში. გარდა ამისა, ისინი იმ ქვეყნიდან არიან, რომელიც ბევრს ჩვენი ნომერი პირველი მოკავშირე ჰგონია. რა საშინელებაა ეს დემოკრატიისთვის, დაწერა დონალდ ტრამპმა.